მოგესალმებით, ეთერშია გურის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის მზია ამაღლობლის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მისმა ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამ დროისთვის 72 საათის განმავლობაში მის დაშვებულობასთან დაკავშირებით ზედა ინსტანციის გადაწყვეტილებას ელოდებიან. საიეს იურისტის ჯაბა ქათამაძის განცხადებით 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მზია ამაღლობის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით უსაფუძვლო იყო. იურისტის თქმით, თუ სასამართლო არგუმენტებს და დაყრდნობით იმსჯელებს, ასეთ შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გირაუთი უნდა შეიცვალოს. ახლა 72 საათში ველოდებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მხრიდან გადაწყვეტილება. თულია მოლოდინებს ლაპარაკი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, როდესაც თლიანად პროკურატურის გაგრძელებად გადაიქცა სასამართლო, არ ვიცით ნამდვილად რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, თუმცა თუ რეალურად არგუმენტებზე დაყრდნობით იმსჯელებს ან მტკიცებულებებზე, როგორც გაითვალისწინებს ორივე მხარის მიერ წარდგენილ პოზიციას, აუცილებლად უნდა შეცვალოს პატიმრობა გირაუთი, იმიტომ რომ არ არსებობს პატიმრობის არც ერთი რეალური საფუძველი. რა თქმა უნდა, ამ ბრალს არ ვეთანხმებით და წარდგენილი ბრალდება იმ ქმედებას და რაც ყველამ ვიხილეთ, არ არის ადეკვატური, არც თავდასხმის ინტენსივობა გვინახავს, არც ის სიმძაფრე, რაც თავდასხმას ახლავს და ქალბატონი მზიაც მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი, რასაც მას ედავებიან, არის პოლიტიკური დევნის ნაწილი. დღეს ომბუდსმენის ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა. წამების და გაყალბების გამправებელი, რეჟიმის დამცველი მოქალაქეები დღეს ამ ბანერებით ლევან იოსელიანის ოფისთან შეიკრიბნენ. სახალხო დამცველის ოფისის კარს პოლიცია იცავდა. შესაბამისად, მოქალაქეებს თავდაპირველად შიგნით არ უშვებდნენ. აქტივისტმა ელენე ქაიხოსროშვილმა აქციაზე ვენოგი მიიტანა და ლევან იოსელიანის ოფისში დატოვა. გუშინ და გუშინწინ სახალხო დამცველმა ძალიან გამოიჩინა თავი და ფაქტობრივად თქვა, რომ ნაწამები ადამიანები წამება თურმე არ ყოფილა სისტემური და ნაწამებ ადამიანებს შესაძლოა რაღაც მოეჩვენათ ასეთი რამ წამოწდა. დღე, როდესაც სახალხო დამცველთან მოდიან აქციით ადამიანები, რომლებიც პოლიციის მხრიდან დაექვემდებარნენ წამებას, არის სახალხო დამცველის აპარატის დაკრძალვის დღე და ამიტომ მოვიტანე აი ეს ეგრეთ წოდებული ვენოკი, ეს არის სამგლოვიარო ყვავილი და ვაპირებ რომ დავდო აქ, ასეთ აი ამის რომ ლევან იოსელიანმა ეგრეთ წოდებულმა სახალხო დამცველმა დაასამარა სახალხო დამცველის ინსტიტუტი. სახალხო დამცველის აპარატში მუშაობს უამრავი დიდებული ადამიანი, ვინც ახლა ჩვენ მხარს გვიჭერენ, დარწმუნებული ვარ კი არ დავხედავ კიდევაც შიგნიდან, მაგრამ ამ აპარატს დღეს ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელიც იდეურად არის შალვა რამიშვილის მეგობარი და რომელსაც სთხოვენ იმის ხმას, რომ წამება, რომელიც აი აქ ჩანს, არის სისტემური და რომელიც ამოსულს წამება სისტემური არ ყოფილა. ეს არის სრული სიგიჟე, ანუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყველა რაღაცა ვისაც რაიმე გაიგება საერთოდ უფლებებთან დაკავშირებით, ყველამ თქვა რომ ეს იყო სისტემური წამება და მთავარი ქართველი უფლებადამცველი ვინც უნდა იყოს ის ადამიანი. ამბობს მე ვერ ვნახე რატომ არის წამება სისტემური. ეს არის ადამიანი, რომელიც ცდილობს კორუფციის და ნეპოტიზმის დამკვიდრებას და ეს არის ადამიანი, რომელიც არ შეიძლება ასრულებს ომბუდსმენის მაღალ ფუნქციას. ქალაქ ოზურგეთში ჭადრების ბაღში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი დაიდგმება. აღნიშნულის შესახებ გუშინ საკრებულოს დარგობრივ კომისიაზე იმსჯელეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა და სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს. ოზურგეთში ჭადრების ბაღში ქართველი მუსიკოსის, ფოლკლორისტის, კომპოზიტორის, ხალხური სიმღერების შემკრებლის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი განთავსდება. აღნიშნული გადაწყვეტილება კულტურის სამინისტროს გადაეგზავნა. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დოკუმენტური მონოსპექტაკლის ილია თამდევის სული პრემიერა გაიმართა, რომელიც ქართული თეატრის დღეს მიეძღვნა. მონოსპექტაკლს მსახიობი ბელა კიკვაძე ასრულებს. სპექტაკლის რეჟისორი და სცენური ვერსიის ავტორი ვასო ჩიგოგიძია. ინსცენირების ავტორი ნინია სადღობელაშვილი, სცენოგრაფი ლომგულ მურუსიძე, მხატვარი ქეთი ციციშვილი.
მუსიკალური გაფორმება კი კოტე მალანიას ეკუთვნის. სპექტაკლის ილია თამდევის სული მსოფლიო პრემიერა საბერძნეთში 2024 წლის 24 ნოემბერს შედგა. ილია თამდევის სული მოგვითხრობს ილია ჭავჭავაძის ცხოვრების გზაზე, მისი ბავშვობის წლებიდან გარდაცვალებამდე. მადლობა მინდა მოვახსენო თეატრს მსგავსი პროექტისთვის ემოციებით დატვირთული ვარ. ეს იყო ჩემთვის როგორც ფილოლოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სპექტაკლი. იმის მიუხედავად რომ ფილოლოგი ვარ და პირველად არ ვეცნობი ილიას ცხოვრებას და მოღვაწეობას, ასე მგონია რომ თავიდან გავიარე გზა ილია ჭავჭავაძესთან ერთად მისი დაბადებიდან წიწამურამდე და თავიდან შემრცხვა იმის გამო რომ ჩვენ ილია მოვკალით. ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ სპექტაკლი ნახონ ყველამ მასწავლებლებმა ნახონ, მშობლებმა მინდა ნახონ სპექტაკლი, რომ შვილებთან შეძლონ იმ მუხტის მიტანა, რაც დღეს ჩვენ აქედან მიგვაქვს. ვფიქრობ, რომ აუცილებელია თვითონმა ჩვენგანმა ნახოს ეს სპექტაკლი. ვინაიდან აქ არის უამრავი დეტალი წარმოდგენილი, რომელიც შეეხება მის ცხოვრებას და შეიძლება ეს ფართოდ არ იყოს ცნობილი. განსაკუთრებით ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ჩემი თანატოლებისთვის, ვინაიდან სწორედ ახლა ვიწყებთ შემოქმედების გაცნობას, როგორც ილია და მის შესახებ და მის ცხოვრების შესახებ გავს დეტალები მოსმენა იქნება გადამწყვეტი თუ როგორ შევხედავთ მას და მის 8 წელს საქართველოს მიმართ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში მიუზიკლი მუსიკის ხანგები გაიმართა. მუსიკის ხანგები დღეს კიდევ ერთხელ გააცოცხლეს ოზურგეთელმა მოსწავლეებმა. მშობლებისა და შვილების ურთიერთობის წარმოსაჩენად აქტუალური თემა შეარჩიეს. დედის სითბოს მოკლებული ბავშვები იძულებული არიან მამის დიქტატურას დაემორჩილონ და ამიტომ თავიანთ ბავშვურ სამყაროში ჩაკეტილებს უფროსების მიმართ მხოლოდ უნდობლობისა და პროტესტის გრძნობა გააჩნიათ. ბავშვებსა და უფროსებს შორის კედლის დანგრევას მათი აღზრდელი მარია მუსიკის საშუალებით შეძლებს და არაჩვეულებრივ დედობასაც გაუწევს ბავშვებს. ეს ამბავი მართლაც კეთილსაშობაო ზღაპრად აქციეს ცენტრის აღსარდლებმა და მაყურებელს სასიამოვნო წუთები აჩუქეს. სპექტაკლის სასცენო დადგმასა და მუსიკალურ გაფორმებაზე ეკა ჭელიძე მიზრუნა, რეჟისორაზე ვახო ჩხარტიშვილმა და ნინო ჯიჯიეშვილმა, ქორეოგრაფი კი მარიკა ქვეითაია გახდათ. შესასრულებელი როლი ნამდვილად არ იყო, მაგრამ თვითონ სპექტაკლს რო ვარაუდოთ, ძალიან კარგი სპექტაკლი იყო და ძალიან მომეწონა. უკვე მესამე წელია ამ არაჩვეულებრივ ადამიანებთან მიწევს მუშაობა და მინდა თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა გადავხადო ვახოს, ჯიჯის, მარიკას, ცირას, აი ყველას უღრმესი დიდი მადლობა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ასევე პარტნიორებს და კობა ბანძელაძეს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავხადო, რომელიც ყოველთვის გვერდში გვიდგას და ეს სპექტაკლი შედგა ამის წყალობით. სპექტაკლი ძალიან მომეწონა. ემოციები ზუსტად ის იყო, რასაც ველოდი და კიდევ უფრო მეტი იყო სხვათა შორის, როცა ხალხის წინ გამოდიხარ და როცა კულისებში ხარ, სულ სხვა შეგრძნებაა და როცა უკვე ხალხის წინ გამოდიხარ და ამხელა ამდენი მაყურებლის წინ წარსდგები, უკვე სულ სხვა შეგრძნებაა და სულ სხვა ემოციები. ძალიან ნერვიულობდი მე, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო მუშაობის დროსაც და ზოგადად თვითონ სპექტაკლის დროსაც და დიდ მადლობას ვუხდი ყველას ვისი მეშვეობითაც აი ეს მიუზიკლი და ეს დიდი ძალიან დიდი სპექტაკლი ჩატარდა და გაკეთდა. მე ძალიან მომეწონა სპექტაკლი და ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და ძალიან კმაყოფილი ვარ. ვინერვიულე
მაგრამ ჯეროდა ჩემი თავის რომ კარგად გამოვიდოდი. გამოგივიდა ნამდვილად. და სულ მქონდა იმის იმედი რომ გამოვიდოდი სპექტაკლი. სცენაზე რომ გამოვედი ძალიან ნერვიულდი. მადლობა მინდა გადაუხადო მასწავლებლებს, ყველაფერი გამოვიდა კარგად და ყოფილი ვარ. იმიტომ შეირჩა მუსიკის ანგები, რომ დღევანდელ ვირტუალურ სამყაროში ბავშვები მოკლებულნი არიან ადამიანურ ურთიერთობებს და მე ყოველთვის ვცდილობ მსგავსი თემებით ვიმუშაო მათთან და ეს ურთიერთობები გავაღრმავო მათ შორის. და მუსიკის ანგები იმიტომ, რომ ჩემი ძალიან დიდი ხნის ოცნება იყო აი ამ მიუზიკლის ჩემ პრაქტიკაში, ჩემ შემოქმედებით საქმიანობაში განხორციელება და მადლობა ძალიან დიდი ყობა ბანძელაძეს, კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელს, რომელიც გვერდში დამიდგა და ყოველთვის გვერდში მიდგას ყველა წამოწყებაში. მადლობა ვახო ჩხარტიშვილს, ნინო ჯიჯიაშვილს, მარიკა ქვეითაიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემ გვერდით იდგა ამ 2 თვის განმავლობაში. პირველ რიგში უღრმესი მადლობა საოცარ ბავშვებს და მათ მშობლებს, რომლებმაც მთელი ახალი წლის პერიოდი ჩვენთან ერთად გაატარეს. ძალიან რთულ კომპოზიციას შევეჭიდეთ. მუსიკის ანგები კლასიკა, ეხლა და ზოგადად ბავშვები პირველ კურსელები იყვნენ, გარდა მთავარი როლისა ბარბარე იყო მესამე კურსელი და ამდენად იყო ძალიან რთული. მაგრამ ვეცადეთ და ერთი თვის თვენახევრის ნამუშევარია ფაქტობრივად და ვთვლი რომ ბავშვმა შეუძლებელი გააკეთეს, იმიტომ რომ ყველა მღეროდა, ყველა იყო ჩართული და იმის ფონზე რამდენადაც რთული იყო, ვთვლი რომ გამოვიგვივიდა და შედგა. მადლობა ყველას, ვინც მოხვედით, ნახეთ და ბავშვების ნაშრომი შეაფასეთ. ახლა ჩვენს ეთერში სტუდია ვაშინგტონის დროა. მე არ მსურს საქართველოს რუსეთთან დაახლოება ვიხილო. ეს სიტყვები სენატორმა მარკო რუბიომ ამერიკის ხმას უთხრა თვეების წინ, მაშინ როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო ეგრეთ წოდებული უცხოეთის აგენტების კანონი და საქართველოში მასშტაბური პროტესტი მიმდინარეობდა. ახლა უკვე სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი მარკო რუბიო სენატის წინაშე წარდგა და სენატორების შეკითხვებს 5 საათის განმავლობაში პასუხობდა. მან რუსეთის, ჩინეთისა და ირანის შესახებ ძალიან ბევრი ისაუბრა. ხაზი გაუსვა ამერიკის პარტნიორობისა და ალიანსების მნიშვნელობასაც. სენატორები კი, რომლებიც ამ შეხვედრის შემდეგ ამერიკის ხმას ესაუბრნენ, ამბობენ, რომ საქართველოში არსებული ვითარება შემაშფოთებელია და ის ამერიკის ყურადღების ცენტრში დარჩება. ჩვენ საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი ვართ და იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მცხოვრები ხალხი აიღებს კონტროლს და გააკეთებს იმას, რისი გაკეთებას ჩვენ გვგონია, რომ მას სურს. და რომ ის გახდება უკეთესი დემოკრატია, დასავლეთისკენ მიმართული დემოკრატია. სამწუხაროდ საშუალება არ მოგვეცა მოსმენისას საქართველო განგვეხილა. ვფიქრობ, ეს ის საკითხი, რომელიც მომავალში უნდა განვიხილოთ. წარდგენილია რამდენიმე კანონპროექტი საქართველოს შესახებ და ვისურვებდი, რომ შეგვძლებოდა მათი წინა სესიისას დამტკიცება, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ შევძელით. ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ საქართველოში ყველა დემოკრატიული ნორმის წაშლით. ეს ძალიან გვაწუხებს. ჩვენი კომიტეტის წევრები, რომლებიც ევროპაზე არიან ფოკუსირებულნი, ამ თემაზე ხშირად საუბრობენ. და ეს უკუსულად ძალიან შემაშფოთებელია. კონკრეტულად რა უნდა იყოს ამ ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომ ეს შეაკავოს და ეს ქცევა შეზღუდოს, ამას მომავალში ვიხილავთ. მე ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ რესპუბლიკელები და დემოკრატები მტკიცედ იდგებიან ქართული ხალხის გვერდით. მე თვითონ ძალიან მოხარული ვარ, რომ ვავრცელებ ინფორმაციას საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შესახებ. ისევ და ისევ ჩვენ გვსურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში. ნამდვილად არსებობს მსგავსება. სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოს ოჯახი თავად გამოიქცა კომუნისტური ქვეყნიდან. მას კარგი აღქმა აქვს იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ქონა. და მასზე უკეთესი სახელმწიფო მდივანი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ასახალისებლად ვერ გვეყოლებოდა. იგივე სიტყვი დონალდ ტრამპზე, რომელიც ის ადამიანია, ვისაც მთელ მსოფლიოში სურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მე პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. მივეცი ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, ის ამას იკვლევს. მაგრამ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვთაგვაგონებს ქართველი ხალხი, რომელიც მშვიდობიან პროტესტს აგრძელებს და ითხოვს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს.
პრეზიდენტ ტრამპისთვის პრიორიტეტია, რომ მსოფლიოს ქვეყნები ატარებდნენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საკუთარი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ვფიქრობ, ჩვენ ახალ ადმინისტრაციას ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ. ჩვენ გავყინეთ ყველანაირი დახმარება. $95 მილიარდ მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის. დავასანქცირეთ საქართველოს მთავრობის ბევრი ოფიციალური პირი ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მონაწილეობისთვის, რაც პროტესტის და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას ეხებოდა. ჩვენ დავასანქცირეთ ამ რეპრესიების წამყვანი არქიტექტორები, მათ შორის ბიზინა ივანიშვილი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია საქართველოს არა მხოლოდ შიდა ორიენტაციის, არამედ მისი საგარეო პოლიტიკის შესახებაც, რომელიც უფრო ემსგავსება რუსეთისა და ჩინეთის საგარეო პოლიტიკას. ასე რომ ჩვენ ახალ გუნდს ეს სიტუაცია ამ ადმინისტრაციისგან ძალიან მრავალფეროვანი ქმედებების ნაკრებით გადავეცით. საბოლოოდ კი ცხადია, საკუთარი ბედი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. სენატორ რუბიოს, რომელიც მომავალი სახელმწიფო მდივანი იქნება, ესმის ურთიერთობა რუსეთსა და ჩინეთს შორის და საფრთხე, რომელსაც ეს ორი ქვეყანა ქმნის. ჩემი მოლოდინია, რომ ის მკაფიოდ გაიგებს, რა ხდება საქართველოში და სანქციების მომხრე იქნება. ასევე იქნება ალბათ მაიკ უოლცის შემთხვევაშიც, რომელიც ეროვნული უშიშროების მრჩეველი უნდა იყოს. კონგრესი კი ახლა ორპარტიულად მიმართულია იქითკენ, რომ მტკიცე ნაბიჯები გადადგას. ჩვენ გვყავს წარმომადგენელთა პალატის წევრი კონგრესმენი ჯო ვილსონი, რომელიც მართლაც აღმაფრთოვანებლად ლიდერობს საქართველოს მხარდაჭერას და სანქციებისა და ახალი არჩევნების თაობაზე მხარდაჭერის გაძლიერებას. ჩვენ მაკკეინის ინსტიტუტიც გავაძლიერებთ თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნებისკენ მოწოდებას. ცხადია, მხარს ვუჭერთ ქართული ხალხის უფლებას თავად გადაწყვიტოს საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური მომავალი. მარკო რუბიო ამბობს, რომ სენატს დასამტკიცებლად ძალიან მალე წარუდგენს ყველა იმ კანდიდატს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით საქმიანობას უნდა ჩაუდგეს. სათავეში თავის მხრივ კი სენატის რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერებით დონალდ ტრამპს არჩეულ პრეზიდენტს ჰპირდებიან, რომ მის მიერ წარდგენილი, მისი ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი კანდიდატები უმოკლეს ვადაში დამტკიცდებიან. ეს გახდა ჩემხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.